ანჩის გამოწმე ბრალდების მხარე მოხსნა. აქედან სამი ასე ვთქვათ ფაქტის ეგრეთ წოდებული ციფრული მოწმეება თვალდა ბრალდების წარმოქმნილი. პასუხი ადვილია, რატომაც მოხსნა ბრალდება. ცეცხლი პროკურორი. ბრალდება დაიღალა არ მოგასწრებით. დაიღალა ამათი ჩვენებების თანხმე ეთხოვა, არ ეთხოვა ერთ სამოს მეორეს და რაც თავარია დაიღალა იმით, რომ ეს მოწმეები არიან სულ ნიღბიანები და დაიღალა ჩვენი კითხვებით, რომ აი შენ რო ხარ ამ ნიღბის ქვეშ, ვიცი დაგიჯეროთ, ვიცი დასტურდება რომ ეს შენ ხარ და არასვა, ამიტომ ამ კითხვებით ბრალდება დაიღალა. პოლიციელების მეცადინეობით დაიღალა, მათ შორის ბრალდებას არ ჰქონდა სურვილი იმ გენიალური პატაკის შემდგენელის ვინმე ჩიტაიასი, რომელმაც ასე ვთქვათ გამოცხადება ჰქონდა ზიას ტელეფონთან დაკავშირებით, რომ ის ასე ვთქვათ სასამართლოში გვეხილა და კითხვები დაგვესვა და ამიტომ ხომ ამ თვალსაზრისით ბრალდებამ გაიმარტივა ცხოვრება და ამიტომ მოხსნა მისი მოწმეები. Შემდეგი პროცესი განახლდება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. მოგეხსენებათ ბრალდების და სასამართლოს წყალობით ჩვენ მინიმალური მტკიცებულებები დავრჩით, იმიტომ რომ 18 მოწმე ამოვირიცხეს, სადაც 3-4 მოწმე ყავს დარჩენილი და შემდეგი პროცესი განახლდება უკვე ჩვენი მოწმეების ექსპერტის დასკვნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტის დასკვნა ჩემის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი რა თვალსაზრისით. ექსპერტის დასკვნაში წერს, რომ ბატონ დებუაძეს არაფერი არ აღენიშნება, ეს ისედაც ვიცოდით. დაადასტურა, რომ გაწითლებაც ეს არ არის, ასე ვთქვათ, დაზიანება ვერ მიაქვს ვერაფერს. თავარი რამ თქვა ექსპერტმა, იცით, რომ ბატონის დებუაძის ჩვენება განმარტება ტკივილთან დაკავშირებით შეიძლება იყოს სიმულირებული. ექსპერტმა თქვა, რომ აბსოლუტურად 100% შეიძლება იყოს სიმულირებული, როგორც იმ ნაწილში რომ ლოყაეთკინა, როგორც იმ ნაწილში რომ გურიეთკინა. ანუ გამოდის ჩვენ მხოლოდ ბატონის დებუაძის კეთილსინდისიერების იმედზე ვართ. რამდენად მას ეს მართლა ეთკინა და მას რომ ეს არ ეთკინა, მე ამაში ეჭვიანება. ექსპერტმა დაადასტურა, რომ კი ბატონ დებუაძეს შეუძლია მოგვატყუოს. და ზიამაღლობის დაზიანებებზე ზიამაღლობის დაზიანებებზე მას ვკითხეთ, იმიტომ რომ მას რაც აღწერილი აქვს მზიას დაზიანებები, ის არის მინიმალური, მხოლოდ ერთ მხარს მიემართება და ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას არ გადასცეს სხვა დოკუმენტები, სადაც აღწერილი იყო ზიამაღლობელი სხვა დაზიანებები მეორე მხარზე და მკერდის ქვეშ. მე მას ვკითხე, რომ მიგეღოთ ეს დოკუმენტები თუ ასახავთ ექსპერტიზის დასკვნაში, მან დამიდასტურა, რომ დიახ, რომ მენახე ეს დოკუმენტები, ავსახავდი ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ მას არ უნახავს ეს დოკუმენტები. ბრალდებამ მხოლოდ ესე ვთქვათ საქმეში შეინახა ეს დოკუმენტები და არ გადაუგზავნა ექსპერტს. ჩიტაიას მოწმეtas ნიშნავს, რომ ბრალდება აღარ ავითარებს სილის განაწილების შესაძლო ორგანიზების ვერსიას. ეს შესაძლო ორგანიზების ვერსია ბრალდების ფორმულირებაშიც არ არის. ბრალდების ფორმულირება ისე აგებული, რომ ის მოტივები არის პირადი. სხვა ამბავია, რომ წინა პროცესებზე ბატონმა დებუაძემ და ბესელიამ მოქცეს როგორი ჩვენებები იცით დაახლოებით, რომ ეს deep state არის უკან ამ ამბების და რაღაცა უჩინარი ხელი ხელმძღვანელობდა თურმე აი ამ თელ ამბავს უჩინარმა ხელმა ჩაადენინა პოლიციას უკანონობები, უჩინარმა ხელმა დააშავებინა ამდენი რამე, რასაც მოყვა შემდეგ სილის გადაწუნება. დაახლოებით ასეთი ჩვენებები მოქცეს. თუმცა ბატონი ჩიტაიას ჩვენების მოხსნაში მაინც მთავარი ამბავი რა მოტივი რა არის იცით, ის რომ ბრალდება, რასაც მე ვამბობ, დაიღალა საკუთარი მოწმეების მეცადინეობით, ასე ვთქვათ, ყალბი ჭალებში მოწმეების მეცადინეობით, მათ შორის ჩიტაია მოუწევდა მზის სინათლეზე გამოსვლა და მოყოლა იმასთან დაკავშირებით, რა ზმანება ქონდა მზიას ტელეფონთან დაკავშირებით და ეს აიღიდა ბრალდებამ უბრალოდ თავიდან. მადლობა თქვენ.